ძველი საიდუმლო. სისხლივით წითელი ჩაიც მოვიდა. მიირთვით, ორივეს მოგიხდებათ და გამშვიდებთ. დედა, კარგად ხარ? კარგად ვარ, შვილო. უბრალოდ მღელვარებისგან თავბრუდამ ახლა. არა უშავს. კარგად როგორ ხარ, დედა? ცუდად გამოიყურები. ვინ იცის რა გადაიტანე, რა მხელად კივილი განიცადე. ეს როგორ გაგიკეთეს, დედა? სინდისი სულ დაკარგეს? მადლობა ღმერთს, ჩინარი გამოჩნდა, შვილო. ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ იმედია ქალბატონი ასია ყველაფრისთვის პასუხს აგებს. დაივიწყეთ რაც მოხდა. ახლა მომავალზე უნდა ვიფიქროთ. თავარია ერთად ვართ. სხვა დანარჩენი უმნიშვნელოა. ვერ დავივიწყებ, დედა. იმ დანაშაულისთვის გაგებინეს პასუხი, რომელიც არ ჩაგიდენია. ბებიას უფლება როგორ უნდა მისცე, რომ ცხოვრება მშვიდად გააგრძელოს. მერე რა რომ ბებია ჩემია. სეჰერ, დამშვიდდი, შვილო. დაივიწყე რაც მოხდა. დაჯექი. არა, დედა. ბებიას უფლებას აღარ მივცემ რამე დაგიშაოს. კმარა რაც გაგიკეთეს, კმარა. სეჰერ, მოიცადე, შვილო. სეჰერ, მოიცადე. ჩინარ. სეჰერ. გაჩერდი, ღვთისგულისათვის. გევედრები, არაფერი მოიმოქმედო. არ შემიძლია, დედა. შენ დაივიწყებ, მაგრამ მე ბებიას პასუხს მოვთხოვ ყველაფრისთვის, რაც შენ გაგიკეთა. ამ მდგომარეობაში ვერ გიყურებ. თუ მართლა გიყვარ ვარ, გთხოვ, არ შემაჩერო. არც ერთი ბოროტება არ დარჩება პასუხგაუცემელი, შვილო. ღმერთია მოწმე. სამართლიანობას ის აღასრულებს. მაპატიე, დედა, მაგრამ არ შემიძლია. უბრალოდ ვიჯდე და ვიფიქრო, რომ არაფერი მომხდარა. სეჰერ, ჩინარ. წამოდი. შიგნით შევიდეთ, მეგობარო. იქნებ სეჰერის სწორად იქცევა. არა დაო. არა უნდა შევაჩერო. ჩინა. შვილო. არ წახვიდე, სეჰერ. ჩინარ. ჩინარ. დაო. თვალები გაახილე, გთხოვ. გაახილე, გთხოვ. სოლო წამშევნიშნე. გზაზე მოულოდნელად გადმოვიდა. სასწრაფო დახმარება გამოიძახეთ. ჩინარ. თვალები გაახილე, ჩემო ლამაზო. გაახილე. ღმერთო დაიფარე. იმედია მოკვდი და იმ ქვეყნად წახვედი, ჩინარ. ჩვენი გაღებული მსხვერპლი ფუჭი არ უნდა აღმოჩნდეს. თურქუთ, შენი გულკეთილობით ყველაფერი გააფუჭე. სეჰერს ეჭვები ისევ გაუჩინე. ეს სახლია უფროსო. ღმერთო, ასეთ დროს ვინ უნდა იყოს? გისმენთ? რა ხდება? პოლიციაში ასიე ფოირაზის წინააღმდეგ საჩივარი შემოიტანეს. საჩივარი? დიახ, ქალბატონი ასიე პოლიციის განყოფილებაში უნდა წავიყვანოთ. მისგან ჩვენებას ავიღებთ. რა? გზაზე მოულოდნელად გადავიდა. დილიდან თავბრუს ხოვა აწუხებდა, თავს ცუდად გრძნობდა. ექიმთან წავიდეთ, მეთქი ვუთხარი, მაგრამ არ მომისმინა. კარგი დეიდა, გასაგებია. წნევა დაცემული აქვს. რა სჭირს? ცუდად არის? მითხარი, ჩემო გოგო. საავადმყოფოში დარეკეთ და გადაეცით საოპერაციო მოამზადონ. რა ხდება? ღვთის გულისათვის რამე მითხარით.
მე მისი მეგობარი ვარ. ჩინარ. თვალები გაახილე დაო. ჩინარ. მე წამოვალ. ჩინარს არ მივატოვებ. კარგი, მაგრამ ძალიან გთხოვთ დამშვიდდით. თურგუთ გაიღვიძე. თურგუთ ადექი. დავიღუპეთ. ნამდვილად დავიღუპეთ. რა ხდება ზუჰალ? პოლიციელები მოვიდნენ. დედა ასიეს წასაყვანად მოვიდნენ. რას ამბობ? დედა ასიეს წასაყვანად მოვიდნენ. ღვთის გულისათვის ადექი თურგუთ. რა მეიღონე? აი რა ხდება, როცა დაუფიქრებლად მოქმედებთ. 1000-ჯერ გითხარით ჩინარს თავი დაანებეთ მეთქი. რატომ არ გაიგეთ? მართალი ხარ თურგუთ. შეცდომა დავუშვით. ხო, პოლიციელებს დაელაპარაკე და დაარწმუნე, რომ გაუგებრობა მოხდა. რა მეიღონე? მე და დედა ასიე გადაგვარჩინე, გევედრები. ჭკუიდან შემშლით. რა დაემართა? მდგომარეობა მომახსენეთ. მოულოდნელად შუაგზაზე გადავიდა და გონება დაკარგა. დაბალი წნევა აქვს. შინაგანი სისხლდენის ნიშნები აქვს? არა, ექიმო. ახლავე შეიყვანეთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, საღამოშვიდობისა, გამარჯობა. ჩემო მეუღლემ სიტუაცია ამიხსნა, მგონი რაღაც გაუგებრობაა. დავსხდეთ და დავილაპარაკოთ. ასიე ფოირაზის წინააღმდეგ საჩივარია შემოსული. მას ადამიანის გადაცებას და მკვლელობის მცდელობას აბრალებენ. გთხოვთ გადაეცით, რომ განყოფილებაში უნდა წამოვიდეს. ისმინეთ ოფიცერო, დედა ჩემი მოხუცი ქალია. რა აუცილებელია ასეთ დროს წაიყვანოთ. ყოველდილით მე თვითონ მოგიყვანთ. არ შეიძლება? არა, დაუშვებელია. ის გააკეთეთ, რაც გითხარით. ოფიცერს უნდა დავემორჩილოთ. მიდი ზუჰალ, დედა ჩემს დაუძახე. ფიდან? შვილო, რატომ ტირი? დედა! მერტო ჩემო რა მოხდა? ამ შუაღამეს რა გატირებს? ბრძალო. ამ დროს ჩემს ოთახში რა გესაქმებათ? მიპასუხე ბრძალო. დედა, პოლიციელები შენს წასაყვანად მოვიდნენ. პოლიციელები? სეჰერი აქედან განყოფილებაში წავიდა და გიჩივლა დედა. მომისმინეთ ოფიცერო. ეს საკითხი მხოლოდ ჩვენს ოჯახს ეხება. ჩემმა ძმის შვილმა გადაწყვეტილებაც ხელგულზე მიიღო. თუ გნებავთ დავსხდეთ და დავილაპარაკოთ. წუხარ, მაგრამ ბრძანება უნდა შევასრულოთ. ქალბატონი ასიე და უყოვნებლივ განყოფილებაში უნდა გადავიყვანოთ. გასაგებია. სეჰერ, ნუ თუ შენგან ამის ღირსი ვიყავი. ღმერთმა დასწყევლოს ის დღე, როცა ჩემი შვილი გიწოდე. თურგუთმა პოლიციელების დარწმუნებას სცადა, მაგრამ არ მოусმინეს დედა. დედა, პოლიციასთან რა საქმე გაქვს? აქამდე განყოფილებაში არასდროს ყოფილხარ. გაჩვენდი ფიდან. აურზაურს მოატეხ. თორემ ბავშვები გაიღვიძებენ. მათ არაფერი უნდა გაიგონ. რასელოდები. მიდი, ჩაცმაში მომეხმარე.
ასიე ფოირაზი მე გახლავართ. ქალბატონო ასიე, პოლიციაში თქვენს წინააღმდეგ საჩივარი შემოვიდა. მოიცადეთ ქალბატონო. ხელები გაშალეთ. ეს აუცილებელია. შეგიძლიათ ხელები გაშალოთ. მოაჯერებთ. ხელბორკილები დასაჭიროა. გთხოვთ ისე წაიყვანეთ. ეს პროცედურაა ბატონო. გთხოვთ ბორკილები ზედმეტია. საქმეს ნუ გაართულებთ. თურგუთ. რა მოხდა შვილო? დედა შენის ხელბორკილებით დანახვა არ გინდა? ამაზე იქამდე უნდა გეფიქრა სანამ სისულელეს ჩაიდენდი. ახლა დატკბი შენი საქციელით. რა ხდება? პოლიცია მოვიდა? ალბათ კუდრეთმა დააშავა რამე. ეს მე რა ხდება? არ ვიცი ძმაო, გონი პოლიცია მოვიდა. მართო ჩემო. ბიძია, რა ხდება? Hayırdır niye gelmiş polisler? ბიძია, პოლიციას აქ რა უნდოდა? არაფერი შვილო, ქუჩაში ვიღაც ბანდიტები ჩხობობდნენ. პოლიციამ წაიყვანა. წამოდი შიგნით შევიდეთ. Allah Allah. მართო, რატომ ჩხობობდნენ? არ ვიცი შვილო, რომ გამოვედი უკვე მიხავდათ. ვინც ის რა დააშავეს. წამოდი შიგნით შევიდეთ. გრინტი არ დაძრაფიდან. ბავშვებმა არ უნდა გაიგონ რაც მოხდა, სანამ დედა ასიაში არ დაბრუნდება. გასაგებია? ყველაფერი შენი ბრალია ჩინარ. იმედია მკვდარი ხარ და მსხვერპლზე წასვლა ამადღირდა. საბედნიეროდ წნევა დარეგულირდა. ახლა შეგვიძლია პალატაში გადავიყვანოთ. ინფექციის შემთხვევაში ანტიბიოტიკი გაუკეთეთ. მოხვედი ბებია. შენი გზის ბოლო აქ არის. დროა პასუხიაგო იმისთვის რაც ჩაიდინე. მადლობა ღმერთს, საბოლოოდ სამართალი აღსრულდება. ცნობისთვის. შენი მცდელობების მიუხედავად დედა ჩემი ისე ცოცხალია. სიკვდილის პირას მყოფმა თავისი შვილების გულისთვის გაუძლო და გადარჩა. გითხარი მას ვერაფერს დაუშავებ მეთქი. ხომ ხედავ, ეს ღვთისნებაა. დროა პასუხიაგო იმისთვის რაც ჩაიდინე, რაც დედა ჩემს დაუშავე. ამისთვის ციხეში ჩაჯდები. მე კი იცი რას ვიზამ, ჩემს და-ძმას სიმართლეს ვეტყვი. აღარ შემეშინდება. ჩეთინიც და ეს მას გაიგებენ რომ დედა ჩვენი ცოცხალია. დაიჯერებენ რომ უდანაშაულოა ისევე როგორც მე მჯერა ამის. შენაირი შვილი არაფერში მჭირდება. შენ მე კი არა. შენს გარდაცვლილ მამას უღალატე. მაგრამ ღმერთი ზემოდან იყურება. ადრე თუ გვიან აუცილებლად დაისჯებით.
ექიმა, ჩინარი როგორ არის? უკეთაა? ჯერ დასკვნების გამოტანა ძალიან ადრეა. კიდევ რამდენიმე გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს. დიაგნოზ მხოლოდ ამის შემდეგ დავსვამ. პაციენტი დაკვირვების ქვეშ გვეყოლება. ღმერთო ჩემო, რა დრო გასულა? უკაცრავად ოფიცერო. თუნებას მომცემ შეიძლება სახლში დავრეკო, ძალიან გვიანია. რა თქმა უნდა შეგიძლიათ. გმადლობთ. რა მოხდა დედა? ვერ დაიძინე? ასე დროს აქ რატომ ხარ? აქ იმიტომ ვარ, რომ გელოდებოდით. სეჰერი სად არის? რას ნიშნავს სეჰერი სად არის? სახლში არ დაბრუნებულა? რა თქმა უნდა არა. მეგონა შენ გეცოდინებოდა. სად არის ის ქალი? რომელი საათია? ასე თუ გაათამამებ, ბავშვს ყოველთვის სახლში დატოვებს და მთელი დღე იხატიალებს. სჯობს საბრალო ბავშვიც თან წაიყვანოს და სახლში დედას არ მისტიროდეს. დურუს დაძინება ძალიან გამიჭირდა. რომელი საათია? სად არის ის ქალი? ალო? ალო, ერჯუმენტ მე ვარ. სეჰერ? რომელი საათია? სად ხარ? სჯობს შენი ჯოხი მოამზადო. ბოდიშს გიხდი. სიჩქარეში შენთან დარეკვა დამავიწყდა. ბებია ჩემი ავად გახდა და საავადმყოფოში წამოვიყვანეთ. ამაღამ მასთან დარჩენა გადავწყვიტე. მან რატომ უნდა დარჩე, როცა ბიცოლა ზუჰარი და ეს მამანდარიან? სახლში წამოდი. არა, ყველა სახლში წავიდა. ვუთხარი მე დავრჩები მეთქი. ახლა ვერ წამოვა. უნდა გავთიშო ერჯუმენტ. ხვალ დაგელაპარაკები. ალო, სეჰერ, არ გათიშო. ჯანდაბა. სად არის? სახლში მოდის? ბებია მისი ავად გამხდარა. სეჰერი ამაღამ მასთან დარჩება. ღმერთო ჩემო, ქალბატონი ასიე სიცოცხლით სავსე ქალია. ასე უცებ რა დაემართა? არ ვიცი დედა, არ ვიცი. სეჰერ, სულ გაგიჟდი? დედა ჩემის პოლიციაში დასმენა რამ გაფიქრებინა? ჩვენ ასე მოვილაპარაკეთ? მითხარი რის მიღწევას ვცდილობ. იმას ვაკეთებ, რასაც შენ ვერ ბედავ ბიწია. ბებიას ვსჯი. ასერზე მოდი სეჰერ. იცოდი ამ საქციელს ინანებ. წადი და საჩივარი უკან გამოიტანე, სანამ ძალიან გვიანი არ არის. არა ბიცოლა? ვიცი რასაც ვაკეთებ. ახლა თუ ვინმეს უნდა ეშინოდეს ეს ბებიაა. დაეპასუხი აგოს. შვილო, ჩვენ არც კი ვიცით რა დაემართა ჩინარს. იქნებ კარგადაა. იქნებ დედა ჩემს მოусმინა და აქედან წავიდა. ბებია შენს უსაფუძვლოდ როგორ ადანაშაულებ. ეს უსამართლობაა სეჰერ. არი ნერვიულო ბიწია, ყველაფერი ვიცი. დედა ჩემი ვიპოვე. მიუხედავად იმისა, რაც ბებიამ დამართა ცოცხალია. რა? ჩინარი ცოცხალია? რა კარგია, დედა შენი გიპოვია. პოლიციასთან საქმის დაჭერა საჭირო აღარ არის. ხომ გითხარი სეჰერ? დედა შენს ჯანმრთელს და სახსალამათს იპოვი მეთქი. რა? ჯანმრთელს და სახსალამათს? სიკვდილის პირას არის ბიძია. თელს ხელზე ჭრილობები და დაჟეჟილობები აქვს. იმით დავკმაყოფილდე, რომ ცოცხალი დაბრუნდა? სეჰერ, შვილო. გთხოვ გამიგებიძია. ვერ გავრისკავ. შეიძლება ბებიამ დედა ჩემს კიდევ რამე დაუშაოს. როგორც შენი ბრძვი დედა შენისთვის, მეც ასევე ვიბრძვი საკუთარი დედისთვის. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ დედა ჩემი უდანაშაულოა, ასე რომ ნუელი რომ დავნებდები. ხომართლა ბიცოლა. იმედია ბებიას საზარელ საქმეებში შენც არ ხარ გარეული. იცოდე არც ერთი დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი. ღმერთო, შენ ყველა ტკივილის წამალი ხარ. მხოლოდ შენ შეგიძლია ჩინარი განგურნო. გევედრები. შეიბრალე ჩემი მეგობარი. მიეცი უფლება შვილების გვერდით იცხოვროს. გადაარჩინე. შვილები უდედოდ არ დატოვა. გევედრები დაიფარე ღმერთო. გადაარჩინე. თავის შვილებს უნდა ჩაეხუტოს. გონი ჩვენი ახალი თანამესაკნე პირდაპირ ციდან ჩამოვარდა.
შეხედე, რა ღირსეულად უჭირავს თავი. რა დაგემართა? წლების წინ სოფლიდან გამოიქეცი და შემთხვევით სტამბოლში აღმოჩნდი? ღმერთო მოთმინება მომეცი. ეს სიმპათიური კაცი ვინ არის? ალბათ ამ ქალბატონის ადვოკატია. მირჩევნია მოუკვდე ვიდრე ასეთ სიტუაციაში გხედავდე. დედა შეხედე რა გაუკეთეს შენს თავს. ჩემთვის უნდა დაგეჯერებინა. ჩინარისთვის თავი უნდა დაგენებებინა. გაჩუმდი და მომისმინე. რაც გინდა ის გააკეთე და სწრაფად გამიყვანე აქედან. აქ ერთი ღამითაც კი ვერ გავჩერდები. უკაცრავად ოფიცერო. ბებია ჩემს სასამართლოში როდის წაიყვანენ? დილამდე უნდა ველოდოთ? მორიგე მოსამართლე არ არის? მსხვერპლის ჩვენების გარეშე საქმეს ვერ აღძრავთ. დედა თქვენი განყოფილებაში გამოცხადდეს, მერე ყველაფერი გაირკვევა. დედა ჩემი დაშავებულია. ამ დროს აქ ვერ მოვიყვან. მაგრამ თუ საჭიროა, ხვალ მოვიყვან. ჩვენებას მისცემს და საქმე რაც შეიძლება, მალე აღიძრას. სეჰერი გაგიშდა თურგუთ. ყოველ ჩინარის მოყვანას აპირებს ჩვენების მისაცემად. დედა ასიე დაიღუპება. ციხიდან ვეღარ დავიხსნით. გთხოვ რა მეიღონე, თორემ ქალი დარჩენილ სიცოცხლეს ციხეში გაატარებს. თვალები გაახილა. დღემდე ყველაფერს გაუძელი. და ამასაც გადაიტან. შენმა ქალიშვილმა ამ მდგომარეობაში რომ გნახოს, ძალიან იდარდებს. ჩემო ჩინარო. თვალები გაახილე დაო. გთხოვ. ჩემი მშობლები ჯერ არ ამდგარან? ქალბატონი ზუხალი სახლში არ არის. ამ დროს სად უნდა წასულიყვნენ? არ ვიცი. მომზადე? დაუფიდან? სად მიდიხარ? არა, მე არ მივდივარ. დედა ასი ემთხოვა. ჩანთა ჩაალაგე და მომიტანეო. მერტო ჩემო, ბებია ჩემი სად არის? დილით სახლიდან ბიცოლა ზუჰალთან ერთად გავიდა. მათი მეგობარი ავად გახდა და რამდენიმე დღით მასთან დარჩენას აპირებს. ვინ გახდა ავად? არ ვიცნობ. რას მეკითხები? ძველი მეგობარია მალათიიდან. წავალ, თორემ დამაგვიანდება. რა ხდება? ჩანთით სად მიდიოდა? დედა ჩემი და ბებია ასიე რამდენიმე დღით ავად მყოფ მეგობართან აპირებენ დარჩენას. ფიდანმა მითხრა, ჩანთის ჩალაგება ბებიამ თხოვაო. ნაჩქარევად წავიდა, ვერაფერი გავიგე. ღმერთო. დილომშვიდობისა. დილომშვიდობისა. ძმაო, დაჯექი და წესიერად ისაუზმე. არა, რამეს ავიღებ და წავალ, სამსახურში მაგვიანდება. ო, იჩქარე არ დაიგვიანო. მერე შენი უფროსი უახლოესი მოდელის მანქანას გაჩუქებს და შენ ციტირებ. ჩემი ძმის საქმეში ნუ ერევი ქუდრეთ. ერთ დღესაც შეიძლება აღარ მოგითმინოს. კარგი, კარგი, მეც გავიქცევი.
რა მოხდა მურად? კომისარმა რა თქვა? დედაჩემს გამოუშვებენ? სამწუხაროდ თუ საჩივარს არ გამოიტანენ ქალბატონი ასიეს გათავისუფლება შეუძლებელია. დედა ასიეს შემდეგ ნამდვილად ჩემი ჯერი დადგება. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. როგორ შეიძლება ადამიანი ვიღაცის სიტყვაზე დაყრდნობით დააკავონ? ასეთი პროცედურაა ქალბატონო ზუხალ. როცა ქალბატონ ჩინარს დაკითხავენ, ყველაფერი გაირკვევა. თუ ქალბატონ ასიეს ბრალეულობა დამტკიცდა, საქმე გაგვირთულდება. დედა განადგურებული იქნება. შეიძლება მოვინახულო. ოფიცერს თხოვ. ფიქრობ ნებას დაგხვდავს. დაუხადიე. ჩინარ. მადლობა ღმერთს გაიღვიძე დაო. მე შინოდა რომ რაღაც სერიოზული შეგემთხვა. რა მოხდა დაო? აქ რატომ ვარ? არ გახსოვს? სეჰერს მისდევდი, როცა დაეცი და გონება დაკარგე. სასტრაფო დახმარება გამოვიძახე და აქ მოგიყვანეს სეჰერი. სეჰერი უნდა შევაჩერო. დასვენება გჭირდება. ვერ საწახვალ. ავათხარ მეგობარო. ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ გამოგაჯანმრთელონ. მალე განმეორებითი გამოკვლევებით შეგიტარდება. გესმის? უნდა წავიდე დაო. სეჰერი დედა ასიეს არ მოეშვება. ნება მომეცი დავავაპარაკო, სანამ რაიმე უსიამოვნება მომხდარა. არ ადგე, აქედან არავინ გაგიშვებს. მომისმინე, ახლა მთავარი მხოლოდ ისაა, რომ გამოჯამრთელდე. სეჰერი იმას გააკეთებს, რაც სწორად მიაჩნია. ის ბოროტი ქალი ყველაფერს იმსახურებს. ექიმმა მითხრა, რომ გაიღვიძებს შემატყობინეო. გავიქცევი და მალე დავბრუნდები. ქალბატონო, ეს ქალიც თქვენთვის მუშაობს? ჩემსავით ლამაზი არ არის, მაგრამ არა უშავს. ალბათ ამ სამსახურის წყალობით ფული თავზე საყრელად აქვს. გაჩუმდი, თორემ ენას სამოგგლეჩ. როგორ ხარ დედა? როგორ უნდა ვიყო? მადლობელი ვიქნები თუ არ გავგიჟდები. დედა, ერთი კარგი და ერთი ცუდი ამბავი მაქვს შენთვის. ჩვენი ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა. ჩინარი არ მომკვდარა. ვიცი, სეჰერმა მითხრა. იმ გულს 9 სიცოცხლე აქვს, ასე მარტივად ვერ მოვიშორებდით. ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარე დედა. მკვლელობაში მაინც აღარ დაგადანაშაულებენ. ვინიც ის იქნებ ჩინარმა ჩვენება შენ სასარგებლოდ მისცეს. ის განსიკეთეს არ მივიღებ. მირჩევნია ციხეში ამოვუწვე, ვიდრე იმ მკვლელის მადლიერი ვიყო. კი, მაგრამ ზუხალ, მომისმინე.
იმ გველის დახმარებას არ დათანხმდე, თორემ პასუხს გაგებინებ. გესმის? თუ აქედან გამოვალ, ეს მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში მოხდება. ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოთ. საუკეთესო ადვოკატები დაიქირავეთ, სხვა გამოსავალი იპოვეთ, რომ აქედან გამოვიდე. გასაგებია? გახმოვანებულია მთავარ არხზე. Unutmadım seni. Gözyaşların hiç değmesin kurumul